გამარჯობათ. მე ახლა ვარ მიზურიში. ჩამოვედი აქ ტვირთის ასაღებად. როგორც იქნა, რა ვიცი, რა ეცა ჩემ დისპეჩერს, ამიღო long mile, ანუ short distance-ზე გადასატანი ტვირთი. დღეს პარასკევია. ეხლა აქ მე დავიტვირთები და ავიღებ კაბელებს. ესე წერია, რომ უნდა იყოს კაბელები კოჭებით. და ეს ტვირთი უნდა გადავიტანო, ჩავიტანო ვაშინგტონში, შტატ ვაშინგტონში, სიეტლში. ორ შაბათს უნდა ვიყო სიეტლში, იქ უნდა დავიცალო. სულ გასავლელია მაილი. აქედან ადგილიდან სიეტლამდე არის 2000 მაილი. და ასევე მე ცარიელმა ვიარე აქამდე რომ მოსულიყავი 100 მაილი. გავიარე უკვე ეს. ესე იგი სულ საერთო ჯამში გამოდის რომ 2100 მაილი ეს ორ შაბათამდე რომ ჩავიდე სიეტლში და ჩავიტანო ეს კაბელები, მაგრამ აქაც მაქვს ორი დროპი, ერთი სპოკანეში უნდა ჩამოვაგდო, მეორე სიეტლში, ვაშინგტონში. ასე რომ უკვე ესე იგი შევასრულებ short distance-ას. აღნიშნულ ტვირთში იხდიან $5000 და იმედია რომ აქ ახლა შეფერხების გარეშე ავიღებ მე ტვირთს. მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვო ის ბილდინგი, სადაც ეს ტვირთი ამ ტვირთს მომცემენ. ეხლა მე აქეთ ხარეს ხედავ ეს კოჭები როა, ეს არის უკაბელების კოჭები და ესე იგი აქეთ არის სადღაც ეს wire company. ჩავიდი აქ და ვიკითხო. ზონა მითხრეს რომ არის 35000. აქ ხო არ არის ოფისი, ახლა ებას მივშერები ვარ. Wire company shipment. ესე იგი აქ არის ზემოთ არის ახლა ამის ოფისი და ამიტომ მე რომ დავადე თავი და ვიდივარ ქვემოთ, ჯერ უნდა შევიდე ოფისში და უთხრა ტვირთის შესახებ. და ვნახოთ რას მეტყვია. ეხლა გავარკვევ მე ყველაფერს ოფისში და დაგიბრუნდებით მერე და ტვირთის გაღების დროს გაჩვენებთ როგორი სახის ტვირთია და როგორ ხდება ამ ტვირთის დაბმა. ესე იგი მითხრესო სწორად ჩავდიოდი, აქ უნდა ჩავიდე, გავჩერდე და აქ დამტვირთავენ, ეს დიდი კოჭები როა, ესეთი რაღაცები უნდა დამიდონ. კაბელები იქნება ზედ დახვეული და ეს უნდა წავიღო ვაშინგტონში. მანძილი ცოტა არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ სულ 3 დღე მაქვს ამისთვის გასავლელი. პარასკევი, შაბათი, კვირა. კილომეტრებზე რო გადაიყვანო, კარგად ჟღერს უკვე, სადღაც 3200 კილომეტრია. მაგრამ ესეთი შორ მანძილებზე სიარული უფრო არ არის დამღლელი რა, ანუ იცი ანაწილებ დროს და ისე დადიხარ და როცა მოკლე მანძილებზე დარბი ხარ და თან ხშირად იღებ ტვირთს და აგდებ, უკვე ეგ დამღლელია. აქ გაჩერდიო, ესე მითხრეს და ეხლა აქ დამტვირთავ.
Good. More. Good. ეს კოჭები მიგვაქვს. ეს ტროსებია, რკინის ტროსია დახვეული ზე. ძიმე იქნება, რა თქმა უნდა. დაიტვირთება ესე იგი ერთი ცალი, რომელიც უკან დაიდება ეს პირველ დროპზე ჩამოვაგდებ ამას ისიც ვაშინგტონში და დანარჩენი 3 უკვე სიეტლში მიდის. ამას ვაბავ ჯაჭვებით, ანუ ჩეინებით. იმასაც განახეთ როგორ იმევა ახლა ეს ჩეინებით. კარგად უნდა დაბმა, იმიტომ რომ უყურეთ როგორ ადგას. ანუ შეტრიალებული აქვს ეს პირი იქით ხარეს. ანუ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მუხრუჭის დროს და ამიტომ უნდა ისე დაიბას ეს ყარად, რომ ამას რა არ კონდეს ადგილიდან. ოდი ძალიან დიდხანს უარ გაგძელდეს. შიგადაში გამოვთავ, რომ უინტერესო არ იყოს. ეს რა მოაქვს პატარა. ეხლა ეს უნდა გავასწოროთ, თორე აბატონო, დარჩა ეხლა ერთი 2 ცალი უკან. 2 ცალი უკან. ეს ზონა რატო დამადებინა ესე ხო? ეს ცოტა წირვა მიმეწია არ უნდა და მაგრამ ეს ეთქო ძალიან ძიმეა, რამდენი უწერია ამას. ეს არის ყველაზე დიდი. ზონა არ უწერია. თუ უწერია 15264. ეს რამდენია? წონებით არ განაწილეს სწორად. აქსელზე მოხვალ overweight. ამას რამდენი უწერია? 3000. 3000 და 5000. 5 რატო კაც? 3000 და 15000, 18000. სულ drive axle-ზე 18 დავდო, პრობლემა არ არის, მაგრამ ეს ცოტა იქით არის გადასული კიდე ტრაილერ აქსელზე და კარგად ნაწილდება. ამის ზონა რა არის? ამის ზონა არის 7000. ეს ახლა აქეთ არის გადმოსული ალბათ 1-4000-ით 11 და ახლა რამდენს მოიტანს არ ვიცი. რას მოიტანს? რამდენიან წონია, მაგრამ კარგად ნაწილდება, არ არის პრობლემა წონაში.
ეს ბორდები გამოსაცვლელი მაქვს, ეს ხის. დაბზარულია უკვე და არ გაწყდეს. More. Good. ეგარ. აბატო. 4 წალი ავიღეთ, ხა? I'm gonna chain up now. 4 წალი ავიღეთ და ამას დავაბავ ახლა chain-ებით, ანუ დაჭვებით. ეს მადარდებს, ესენი რაღაცნაირად დაბზარულია უკვე, ვეღარ შეცვალე. მოკლედ, ეხლა მე ეს ჯაჭვები უნდა გადმოვიღო და რო არ ვიხრიალოს ამ ჯაჭვებმა ჯობია გავთიშო. და მე მაინც გაჩვენებთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ამის დაბმა. გავამზადე ეხლა მე ეს ჯაჭვები, ანუ შეინები. და განახებთ როგორ ხდება ეხლა ამის დაბმა. ეს არის სტიკი, ჯოხი, ანუ აქ აქვთ ესეთი რაღაცეები, რომ ამისთვის გამოიყენო. ამას გავუყრით ეხლა აქ და გავატარებთ მეორე მხარეს. მაგრამ აქ ავწდი მე სხვა მხარეს წავიდა ეს ჯოხი და უნდა გავასწორო. ესე უნდა. უფ. საწახვალ. ესე ეს გამოვა მეორე მხარეს. აბატო. გამოვიდა მეორე მხარეს. ეს ერთი. ეხლა მეორეც უნდა ამას მარტო ერთი არ ეყოფა. მეორეც უნდა გამოვუყავთ. ესე გამოვიდა. აი ეს ორი, ეს. ეხლა ასე და ამგვარად გავაკეთებ ყველას და მე ამ ჩეინებს აქ დავაბავ და იმასაც ნახავთ როგორ დავაბავ. აი ბატონო, გავამზადე ეხლა მე. ეს ჩეინები გამზადებულია. ეხლა მე დაუჭერ ამას. რომ ყარად იყოს. ისე რომ ეს არსად არ წავიდეს მოძრაობის დროს. თავიდან ახლა ვისაც არ გაუკეთებია ეს. ხო? რაღაცები შეიძლება შეეშალოს, რაღაცა შეიძლება ისე ვერ გააკეთოს სწრაფად, როგორც თვითონ უნდა. ბევრი დრო დაკარგოს, მაგრამ მე უთხრათ ისწავლის რა. ყველა ესია.
არავინ არ ვიცოდით თავიდან. მაგრამ ვისაუბრეთ. ძალიან ვარ დაუჭირო, მეორესაც გავუკეთებ და ერთნაირად დავჭიმა. ეს ხია და ეს ჯაჭვები რომ ზემოდან ეჭირება თან იმტრევა. რა ვიცი ეს ამას აი რაცა ეს ნახურეთი რაშიც ეს ჯაჭვებია გაყრილი. აქ უნდა გქონდეს რკინის რგოლი ესე ჩატანებული რომ ჯაჭვი რო დაედება დაპრესოს კარგად. და ეხა ეს ხეროა მარტო ამტრევს ამ ხეს და რანაირად იქნება ეს ამბავი. აი ესე უნდა იყოს რომ საერთოდ გარყევა არ ქონდეს. მეურეს გადავუჭიროთ. ბატონო. აი საერთოდ ყევა არ აქვს. ესე უნდა დაახვიო აუცილებლად. აქეთ-იქით არ იმოძრაოს. პირველად რომ დაიწყებ ამის გაკეთებას, შეიძლება მოუნდა 2-3 საათი. მერე ისე ისწავლი რომ 9 საათში გააკეთებ ყველაფერს. ეხლა მე დანარჩენებიც ამდაგვარად უნდა გავაკეთო. მოგონი საინტერესო არ იქნება. აი ესია საბოლოო სახე ჯაჭვების დაბმის 1-2 და აქ ბოლოში მსუბუქია. და ამას ეხა ერთი გავუკეთე რა, დამსუბუქია 3000-ი. მაგრამ ყველაზე მთავარი აქ რაც არის. აი ამას უნდა დააკვირდეთ რომ ეს იყოს მთლიანად ამოდებული ამ იმას. ჯაჭვს და ამ გოლში არ იყოს გაყრილი, არ შეიძლება ეს გოლში გაყრა. სულ ეგ არის. ეს პირთი მიდის ახლა ვაშინგტონში. 2 დროპი მაქვს ჩამოგდება. საერთო მაილი არის цариელიანად 2100, $5000 სიხდი. მე გამოვალ დამელოდე. აქ რო ვიტვირთებოდი ქართველი შემოვიდა. დამელოდე გამოვალ. ქართველი შემოვიდა და ეხა ის შემოვა დასაწვირთად რა. აბა ხო ამბობენ ქართველებიო ცოტა არიან, არა ვარ ცოტა, ის აჩოხდით ერთმანეთს. მიზურიში ერთ იმაში ვერჰაუსში. ეგ არის მეგობრებო. ეხლა აქ რო არ ვიწვალო მოტრიალება. ესე ავალ უგუსლით და იქ ზემოთ მოტრიალები და წავალ. აუ, აი ეს დამავიწყდა. იქ ისინი რომ აქ დაბმული. ის დამავიწყდა. აი
ამით ხის ის რომ აქვს ბორდები, ძელები, იმას ვარ ვაუყო. იმაღამ დამჩა. ეს იმარას გადაგვიგიდე. მე სადაც ვიდექი, იქ ჩადი და იქ დადექი. ხო, იბა რა გითხრა სად დადექიო? აი აქ ყვითელი ზოლია წინ და იქ ცხვირით იქ გაჩერდი. აი. კარგად. ეხლა უკვე მოტრიაზე. მოტრიალეთ და ის ერთი ხისისა, მაგ იმას დავაბავე. ავისუფალი. დანაშენს ჩემო მეგობრებო, გზაში გადავიღებ თუ რამე საინტერესო შემხდება.